შემოვიდა კითხვა ანისგან, თამარ გუშინდელ ლაივთან დაკავშირებით, იცი რა მაინტერესებს? იახვეს შექმნილ ხორცს ღმერთმა რატომ შთაბერა სული? მეკითხება ანიდან, ამ კითხვას მინდა უპასუხო მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დასვა ანიმ და ძალიან აუცილებელი კითხვა დასვა ანიმ. და თუ არ იცით მეგობრებო, რომელ გუშინდელ ლაივში, YouTube არხზე, Liquid Dogma თამარის ლაივი არის ეს ჩემი არხი, იმ არხზე შეგიძლიათ ნახოთ ყველა ვიდეო, რაც კი ავტვირთე, რაც კი ლაივში ჩამიწერია. თუ YouTube არ ბლოკავს ხოლმე, ყველა ლაივი შეგიძლიათ ნახოთ ამ არხზე. და რაც შეეხება იმას, რომ ვიდეოები როგორ მოძებნოთ, იქ სხვადასხვა პლეილისტებია შექმნილი, შეგიძლიათ გადახვიდეთ ვიდეოებში Liquid Dogma თამარის ლაივი. თამარის ლაივზე რო გადახვალთ მეგობრებო, გახსნით იქ ვიდეოებში შეხვალთ და ნახავთ გუშინდელ ლაივს ჩემსას, რომელსაც ქვია ნათლობის შესახებ რო ვსაუბრებ, როგორ დავასათაურე მონად თლა. ხო, აი ესეთი სათაური აქვს. მონად თლა არის თუ არა კარგი. აი მაგას შეგიძლიათ შეხედოთ და მაგაზე გავცემ ახლა პასუხს. აი მაგ ლაივმა დააფიქრა ანი გუშინ და კითხვა გამომიგზავნა თუ შექმნა იახვემ ხორცი, ღმერთმა რაღაცა ჩაბერა იმის ქმნილებას სული. კარგი, დავიწყოთ მეგობრებო. ესე იგი, რატომ ჩაბერა იახვეს ქმნილებას ღმერთმა სული? აქ ცოტა შესწორებას შევიტანდი, ღმერთმა არ ჩაბერა სული. სულიწმინდამ ჩაბერა სული. და სულიწმინდა ვინ არის ახლა განვიხილოთ. სულიწმინდის შესახებ ვისაუბრებთ მეგობრებო დღეს, რატომ ჩაბერა, რატომ მისცა სულიწმინდამ იმის უფლება იახვეს, რომ მისი ქმნილება გაცოცხლებულიყო. ესე იგი ჩვენ ვიცით, სულიწმინდა არის მდედრი, როგორც არის მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა არის დედა ღმერთი მეგობრებო. და დედა ღმერთი, რომელიც აძლევს, ესე იგი მის ქმნილებას სიცოცხლეს, რა საფუძველზე აძლევს. დედა ღმერთი მეგობრებო, ეს არ არის ის ყველაზე პირველი დედა ღმერთი. ეს არის დედა ღმერთი უბრალოდ ამ სამებაში. მაგრამ შესაძლებელია ვიგულისხმოთ, რომ ეს არის როგორც ძე ღმერთი, სულიწმინდა არის ასევე შვილი ღმერთი, ანუ ასული ღმერთი. ასული ღმერთი. მამისგან შობილი როგორც ზეა, ისე ასულია. მაგასაც გავარკვევთ, რომელია ახლა დედა ღმერთია თუ ქალიშვილი ღმერთია, მამა ღმერთისგან წამოსული, ძე ღმერთი განხორციელდა ვიცით იესოა და აი უკვე ქალიშვილი რომელია ვერ გავიგეთ, მაგრამ ახლა გეტყვით ვინ არის. მისმა ქმნილმა, ანუ ღმერთის ქმნილმა სოფია არის ეს სულიწმინდა, სიტყვის ძალა რომელსაც აქვს, რომელიც ქმნის სიტყვას. ღმერთის ქმნილმა სოფია, რომელმაც დაუკითხავად, ღმერთების დაუკითხავად, ანუ თავისი ნებით და ეს ცუდი არ არის, რომ თავისი ნებით შექმნა იალდაბაოთი, ანუ არსება, რომელსაც ჰქონდა ლომის თავი და გველის კუდი. ეხლა სურათ ხატოვნად რომ წარმოვიდგინოთ, არსება შექმნა, რომელსაც აქვს, ესე იგი ძალიან ჯიუტი თავი, რომელსაც გონია, რომ მხოლოდ ის არის მეფე და გველის კუდი არის ძალიან ბრძენი რაღაცა შექმნა რა. მაგრამ მასში არ არის ის სინათლე, ანუ იალდაბაოთში. არ არის ის სინათლე, რომ მან დაინახოს მასზე უფრო მაღალი მდგომი ვინმე კიდე. დაჟე დედამისაც ვერ ხედავს. ანუ სოფიას, სულიწმინდას ვერ ხედავს ეს სოფიას ქმნილება. და როდესაც სოფიას ეტყვიან ეს ღმერთები, რომ იცი რა, სოფია, ეხლა შენ კი შექმენი ეს, დაჟე კი არ ეტყვიან და არ დაავალდებულებენ. იმას თვითონ მიხვდება სოფია, რომ რაღაც არასწორი გააკეთა და ცხვენია კი არა და ცოტა მორცხვად არის ღმერთების წინაშე, რომ მე რომ ესეთი რაღაცა შევქმენი, თქვენ ვერ გხედავთ. ისეთი რაღაცა შევქმენი, რომ ღმერთებს ვერ ხედავს. და უჭირს როგორც ქმნილებას და თავის შობილს, ანუ დედას, თავისი შვილის განადგურება, ხო? ეს შვილია ეს, რაც შექმნა, მისი შვილია. სოფიას უჭირს ამის განადგურება, არ კლავს. მიუხედავად იმისა, რომ სინათლეში ვერ არის ღმერთებთან, აი მზეციურ ძალებთან ეს თავისი ქმნილება ვერ არის და უწევს სოფიას იმის გაკეთება, რომ თავისი შვილი რამენაირად სინათლეში ამოიყვანოს და ამას პირდება ღმერთებს, რომ მე ამოვიყვან ჩემს ქმნილებას სინათლეში. და ღმერთები მისცემენ ამის უფლებას და დროს, რომ კი ბატონო, მაშინ იდი გააკეთე და აბა შენიცი. ეხლა რაც ცდილობს სოფია მეგობრებო, სოფია ცდილობს რომ რაღაცნაირად, აი დიდ სინათლეს ვერ ხედავს ეს თავისი ქმნილება და გარდაიქმნას პატარა სინათლეებად. და რა ქნას ეხლა, როგორ უნდა გარდაიქმნას პატარა სინათლეებად? თავისი შვილი ისეთი ბრძენია და ისეთი ჭკვიანია, რომ წარმოქმნის კიდევ თავის ნაირს, ანუ თავის ნაირებს წარმოქმნის და რას იზავს ახლა ეს სოფია? არც იმის ქმნილებს, თავის შვილიშვილებს არ კლავს. ამიტომ გადაწყვიტავს რომ თვითონ თავის შვილიშვილებში ჩავიდეს, როგორც სინათლე, ანუ სულიწმინდა და ამით ჩახბერავს სულ. ეს არის სულის ჩაბერვა მეგობრებო. ანუ თავისი შვილის ქმნილებებში ჩადის სოფია და ცდილობს რომ თავისი შვილის ქმნილებებიდან ამ თავისი შვილს მიაწოდოს სინათლე. გესმის და გარდაიქმნება, აი ხა 1001 ღამე მახსენდება, გარდაიქმნება სიბრძნეთ. რომ აი ამ სოფიას სიბრძნე არის, რომ აი ამ სიბრძნის მეშვეობით ამ თავის ქმნილების ეს ბნელი მხარე გაანათოს, გონება გაუნათოს, გესმის? და წერს
ხელოვანია, ხელოვნებაში გამოიხატება. ნახე მეფეებს როგორ ართობდნენ ხოლმე იქ ჯამბაზები, იქ მოცეკვავები, იქ პოეტები, ესე ართობდნენ ხოლმე მეფეები, ბნელები არიან, მეგობრებო, მაგ მხრივ. ძალიან ბრძენები და ჭკვიანები არიან, გონივრები და იციან, რომ ისინი არიან მართველი და წამყვანი ძალა, მაგრამ მასში არ არის ესული აგერ გეწეღან გითხარით გაქვავებულები არიან რა, ემოციები აქვთ სათნოული, გასაჭურისებულები არიან. ვერ გამოხატავენ თავიანთ სიყვარულს. სიყვარული ჯერ არც კი იციან რა არის. გესმის? არ იციან სიხარული რა არის. არ იციან ემოციები უნდა შევიტანოთ, თქვა, ხო? ემოციები არ აქვს და ემოციები არის შესატანი მათში. ამას ახერხებს სოფია ლიტერატურის, მითების, ხელოვნების მეშვეობით. ამიტომ სულთან კავშირში, რატომ არიან ხელოვანები სულთან კავშირში და სული წმინდასთან კავშირში, და ყოველთვის ვიძახი მაგას, რომ ვინც კი რამ დაწერა ლექსი, ქმნილება თუ მოთხრობა თუ ასე შემდეგ, ეს მიცემული აქვს მას სული წმინდისგან და ეს მას კი არ ეკუთვნის სული წმინდას. ამიტომ ჩვენ არ უნდა მივიკუთვნოთ არც ანბანი, სოფია წარმოთქვა სიტყვა. სიტყვა რო წარმოიქმნა სოფიას, ამისათვის ჯერ დასჭირდებოდა, რა თქმა უნდა, ანბანის შექმნა, ხო? რაღაცა სისტემის შექმნა, რომელ სისტემაში ჩაჯდებოდნენ სიტყვები და წარმოქმნიდა მე ამ სიტყვას, წარმოთქვავდა და აი ამ სიტყვების მეშვეობით შეიქმნა მთელი გონი. სოფიას შექმნილია, მეგობრებო, ანბანი. ეს პირდაპირ მნიშვნელობით შემიძლია გითხრათ, ჩვენ სიდონში განვიხილეთ ეს თემა, არაოფიციალურად, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა მე და მარიმ განვიხილეთ ეს თემა და ვფიქრობთ, რომ ანბანი არის სოფიას შექმნილი. ანუ სიბრძნის შექმნილია ანბანი. ამიტომ უშლიან ღმერთები ამ სოფიას ქმნილების ადამიანებზე გადაცემას, იმიტომ რომ მე არ იციან რა მოხდება. არის თვითონ ღმერთებმა არის, ამიტომ სოფიას შექმნილია. ღმერთებმა ანბანის შესახებ ყველაფერი არ იციან. ამიტომ სოფია ცდილობს, რომ ამ ლიტერატურის, ხელოვნების და კიდე რა ვიცი, სხვადასხვა სულიერი რაც არის რა, ლოცვა, სიმღერა, ცეკვა, ხელოვნება, ამით შეიტანოს ამ იალდაბაოთში, იახვეში სინათლე. და საბოლოო ჯამში 1001 ღამე ტყუილად არ არის დაწერილი, ესეც სოფიას ქმნილება არის, მეგობრებო, და სოფია პირდაპირ გვიმესიჯებს, რომ ადამიანი, რომელიც დაბრმავდა შურისგან და შურის კი არა და იმისგან, რა ქვია, ღალატისგან, ბოღმისგან დაბრმავდა, მასში არ არის ერთი დღე საკმარისი, რომ მასში ტრანსფორმაცია მოხდეს. მასში მთელი 1001 ღამეა საჭირო, რომ ამაში ტრანსფორმაცია მოხდეს და სინათლე შევიდეს ამ ადამიანში, რომელიც დაბრმავებულია, გესმის? და სხვათა შორის 1001 ღამეში მე არ მაქვს წაკითხული. 1001 ღამე. არც ერთი ზღაპარი არ მაქვს წაკითხული, მაგრამ არსი რა არის ამ 1001 ღამის გამოვიძიე და იქ რაც მომეცა ინფორმაცია, უკვე ვიცი რისთვისაც შეიქმნა ეს 1001 ღამე. და ამ 1001 ღამეში, მეგობრებო, ეს ქალი სიტყვის მეშვეობით ამ ბოღმისგან დაბრმავებულ კაცს, მეფე არის თუ სულტანი არის თუ ვინც არის, ხო? სინათლე შეაქვს მასში და ბოლოს თავისი პირით ამბობს ეს სულტანი, რომ მე შენ აღარ მოკლავ, იმიტომ რომ ბრმა ვიყავი და შენ დამიბრუნე სინათლე. ამ სიტყვებით ამთავრებს, მეგობრებო, ეს სულტანი თავის აი ამ სიბრმავეს და всё, მორჩა. ის უკვე ხედავს თავის შვილებსაც, წარმოქმნილია უკვე სიცოცხლე ამ ქალსა და მას შორის და აღარ სჭირდება, რომ ყოველ ღამე ერთი ქალი მოკლას რა და საბოლოო ჯამში იგივე პროცესია, როდესაც სოფია ქმნის თავის შვილს, შვილი ვერ არის იმდენად ძლიერი, რამდენადაც ღმერთები არიან და თვითონ არის, მაგრამ ცდილობს, რომ აი რატომ თავგანწირვაზე მიდის სოფია რა, თავისი შვილისთვის თავს წირავს. იმიტომ რომ დიდი სინათლეა ეს სოფია და პატარებად დაიშლება. გესმის? მაგრამ იმის იმედით, რომ ისევ შეიკვრება და როგორც დიდი სინათლე, ისე აიყვანს თავის ქმნილებას ზეცად. მერვეცაზე, ხო? მეცხრეცაზე უკვე ის რაღაცები ხდება, უკვე სხვა ეტაპი იწყება. მეშვიდე ციდან ამოიყვანს მერვეცაზე იალდაბაოთს. უნდა ამოიყვანოს, სხვა გზა არ აქვს. ან გაწიროს და მოკვდება ეს იალდაბაოთი და всё, მორჩა. დამთავრდება ამითი ყველაფერი. როგორც ქრისტე წირავს თავისი შვილებისთვის თავს, ისე სოფია წირავს თავისი შვილებისთვის თავს, თავისი შვილისთვის და შვილიშვილებისთვის თავს. და ხდება ისე, რომ აი საერთოდ გნოსტიკურ სახარებაში ნათქვამია, რომ სოფია და ლოგოსი ერთქმნილნი არიან, უკაცრავად. სოფია და ლოგოსი არიან ერთქმნილნი, მაგრამ ისინი არიან მამრი და მდედრი არსნი, გაერთიანებულნი. ერთი არის ლოგოსი, რომელიც ქრისტეს სახით მოგვევლინა და სოფია, რომელიც მოგვევლინა სიბრძნის სახით და მისი წარმომადგენელი გნოსტიკურ სახარებაში არის მაგდალინელი. მაგრამ ამას გვიმალავენ ხა, რა თქმა უნდა, ახლიდან უნდა გამოჩნდეს ქალი, რომელიც თავის თავს დაამტკიცებს ისევ ქრისტეს სიტყვის მეშვეობით გააგებინებს თავის შვილიშვილებს, ანუ სოფია გააგებინებს თავის შვილიშვილებს, რომ აქ ვარ მეც, აქ მარტო ძექმნილად არ არის. არის კიდე ქალიშვილის ღმერთის არსება, რომელიც აგერ ვარ და თქვენთვის თავს წირავ, ოღონდ სხვანაირად, ხორციელად არა. მე თქვენთვის თავს წირავ მენტალურად და ასტრალურად. და ეხლა რატო წირავს თავს იცი, რომ შესაძლებელია სოფიას სუნთლიანად გაქრეს ამ ამასობაში რა. რატო რისკავს თავს? სად არის რისკი სოფიასი, ხო? როდესაც ის როგორც დიდი სინათლე იშლება და პატარა ნაპერწკლებად ჩამოდის დედამიწაზე და პატარა სინათლეებად შედის თავის შვილიშვილებში, ხო?
შესაძლებელია რომ ის ვეღარ გამთლიანდეს და დაიკარგოს და მთლიანად გაქრეს სოფიაც. გესმით? ამიტომ სოფია იმ ხელა რისკზე მიდის, რომ სიკვდილზე მიდის რა პრინციპში. მამა ნიკოლოზის ხომ მე-7 სართულზეა თამარ. კი, ქეთი და სხვათა შორის სიმბოლურად რო ავიღოთ, პირველად რომ მე ნიკოლოზთან მივედი, მერვე სართულზე ავედი ჯერ და მე იქიდან ჩამოვედი. ლიფტიდან ავედი მერვე სართულზე და ჩამოვედი მე-7-ზე, იმიტომ რომ მართლა მეგონა რომ მერვე სართულზე იყო. ხო და მე იქ მდგარმა სოფომ მკითხა რომ რატო ჩამოხვედიო მაღლიდანო რა და მე უთხარი რომ მე მეგონა მერვე სართულზე იყო თქო და აი ესე იყო ჩემი ნიკოლოზთან გამოჩენა რა და ვინც მიხვდება ხო. ეხლა რა არის იცით მეგობრებო რომ საქმე რაშია იცი აი სოფია როდესაც ლისკავს თავის თავს და ჩამოდის თავის შვილებში მას ებრძვის სიბნელე. თავისი შვილი ქმნილება ებრძვის. იმიტომ რომ არის სიბნელეს არ შეუძლია ვერ იტანს სინათლეს. და კლავს, აი მაგალითად რაც ეკლესიის ქრისტეს სახელით განხორციელებოდა დღემდე ეკლესიაში. მანამდე არ მინდა ვისაუბრო, მანამდე დრო ქრისტეს მერე ვისაუბრებ რა მოხდა. ყველაფერი არის იალდაბაოთის განხორციელებული. ქალების დაწვა ცეცხლზე. აი გონიერი ქალების, რომელშიც სოფია შევიდა. სავარაუდოდ სოფიამ ვერ მოძომა ის ზომა რომელიც ზომითაც უნდა გამოჩენილიყო თავის შვილთან სიბნელესთან, იმიტომ რომ ვერ აიტანა იალდაბაოთმა ის სინათლე და დაწვას უყველა ცეცხლზე. მერე ცდილობს სოფია რომ უფრო პატარა დოზებით შევიდეს ადამიანში და რაღაცნაირად სიტყვის ძალით მიაწოდოს აი ამ იალდაბაოთს სინათლე. რისი იმედიც აქვს სოფიას და დარწმუნებულია რომ ის მოახერხებს ერთ დროს რომ აი ამ პატარა სინათლეებით თავის შვილში შევიდეს და გაუნათოს გონება. მე მგონი საკმარისად ვისაუბრე მეგობრებო რატო ბერავს სოფია სულს თავის იალდაბაოთის ქმნილებას, გამოიკეტება თვითონაც ამ ხელა სინათლეს თვითონაც ხორცში გამოიკეტება, სატან ჯუელი რას ნიშნავს მეგობრებო, იცით? აი სული როდესაც ტანში იკეტება, ის არის მისთვის სატან ჯუელი. ჯუელი ჩვენ გავიგეთ რაც არის ამ ელის სახელი სიდონებმა. სატანის სახელი არის ჯუ. ეს არის ჯუელი. ჯუ კი არის ჯანი და უნი. იგივე ჯოჯო, ჯანი და ონი. ამიტომ ჯოჯო ხეთში რატო ვართ ახლა ჩვენ? იმიტომ რომ ჩვენ ვართ სატან ჯუელში. როდესაც სული შეიკეტება ტანში, ის სატან ჯუელში არის. სატან ჯუელში არის, გესმის? და სოფია იტანჯება თავის ქმნილების გამო, ჩამოდის ამ ტანში, ჩაიკეტება, რამდენიმე ათასის მილიარდის ტანში ჩაიკეტება და ცდილობს რომ აი ეს სინათლე მიაწოდოს, გესმის? ამიტომ არის სოფია სატან ჯუელში. მართალია ქრისტე ხორციელად იტანჯა. ქრისტემს ხორცი დაიფლითა და დაიკლა, მაგრამ სოფიას ხორცი არ დაიფლითება და არ დაიკლება, იმიტომ რომ ის მენტალშია და ასტრალში, იმას სხეული არ აქვს. მას სხეული არ აქვს, იმიტომ რომ ის არის ყველა სტანში ერთობლივად. სიტყვაშია ის, სიტყვას ვერ გააქრობენ. სიტყვას თუ გააქრობენ, თვითონაც ქრება იალდაბაოთი და ამიტომ არ აწყობს სიტყვის გაქრობა, გესმის? სჭირდება ეს სიტყვა, თორე თვითონაც ვერ იმოქმედებს სიტყვის გარეშე. და როგორ აცვან სიტყვა ახლა ჯვარს? ერთადერთი სიტყვის ჯვარცმა ხდება იმით, რომ სიტყვა დაამახინჯო, დაასაჭურისო, შეცვალო, გადააკეთო, გადმოაკეთო, მაგრამ თუ გამართულია სიტყვა, ხო? მას ძალა აქვს. ამიტომ სოფია არის სიტყვის ძალით და სიტყვის ძალას ჯვარს ვერ აცვალ. თუმცა მცდელობა იყო აგერ ქართულ ანბანში 400-ას 5 თუ 7 ამოაკლეს დღემდე. ეხლა ჩვენ სიდონებით ვცდილობთ რომ ისევ აღვადგინოთ ეს 7 ასობგერა და გავიგოთ მათი არსი. ანუ სოფია გამუდმებით ცდილობს რომ ის სინათლე არ დაკარგოს რაც აქვს მას, თორე თუ დაიკარგა ეს სინათლე გაქრება, აბსოლუტურად ყველაფერი დაიკარგება რა. ის თავისი ქმნილებაც და თვითონაც. ღმერთები ამაში ვერაფერს ვერ დაეხმარებიან, იმიტომ რომ თავისი ნებით შექმნა რა. და თან ისეთია სოფია რომ კი არ სთხოვს ღმერთებს, ნახე, ის არის ამპარტავანი კი არ არის, არ იტეხავს რა, რომ თვითონ თავისი ძა არ უნდა რომ ვინმე შეაწუხოს, რომელიმე ღმერთი თავისი ქმნილების გამო რაღაცა ძალები დააკარგვინოს. ამიტომ სოფია თვითონ ჩარიჩობს და თვითონ ცდილობს რომ აი ეს რაღაცა მოახდინოს. ერთადერთი მისი მეორე ნახევარი ლოგოსი ეხმარება იმაში რომ კარგი შენ თუ ეს გინდა, მე შენთვის თავს გავწირავ. სოფიასთვის თავს წირავს ლოგოსი, ანუ ამის გამო რომ სინათლე შევიდეს ადამიანებში, ქრისტე მოდის და თავს წირავს. ჩვენს გამო, იგივენაირად, იგივე არსში ჯდება, ჩვენს გამო წირავს თავს. იმიტომ რომ სოფიას ჩვენი გადარჩენა სურს. და ლოგოს ორივეს გადარჩენა სურს. სოფიასიც და ჩვენიც, გესმის? ამიტომ წირავს შეწირება ქრისტე ხორციელად. კითხვები ხომ არ გაქვთ? ტანჯვა როცა ხორცი მართავს სულს, კი? სატანუ ჯუელში ხარ თუ შენ სულთან კავშირი არ გაქვს და ვერ ხვდები რას გეუბნება სული, როგორ უნდა მართო ხორცი, ტანი. კითხვები ხომ არ გაქვთ? ტანა ჯვა არის, იგივე არის ჯავრიც. ესმის, შენი ჯავრი რაზე ვარ გაბრაზებული, გავიგო. თვითონ იალდაბაოთი რაზეა გაბრაზებული, იცით მეგობრებო? იალდაბაოთი არის გაბრაზებული იმაზე, რომ თავისი ქმნილება არ უნდა რომ თავის ქმნილებას ემსახუროს, გესმის? აი ქრისტე და სოფია, ლოგოსი და სოფია ემსახურებიან თავის ქმნილებას. ხედავ თავს წირავენ და ამ იალდაბაოთს არ სურს რომ თავის ქმნილებას ემსახუროს.
პირიქით თავისი ქმნილება უნდა ემსახუროს მას. დაცემული ღმერთის პოზიციაზეა. აი თუ ამაღლებული ღმერთის პოზიციაზე ხარ, მაშინ ქრისტესავით გაწირავს შენი ქმნილებისთვის თავს. მამა შვილისთვის თავს წირავს, დედაც შვილისთვის თავს წირავს. მაგრამ დაცემული მამა პირიქით შვილს გაყიდის და აგერ ამდენი გინდა იმდენი ხდება. შვილებს ყიდიან და ისე ცხოვრობენ, მერე მაცივებს და მანქანებს ყიდულობენ. კეთილდღეობას იწყობენ. დღესაც არის ადამიანებში ეგ სახეები. დაცემული ღმერთების და ამაღლებული ღმერთების, იმიტომ რომ ეხლა როგორ გინდა ხედავ შენი შვილი ცუდ დღეში არ უნდა ეხმარო? ზოგს ყიდია და რაც უნდა ისქნას ოიტყვის. რამდენსაც გინდა იმას ვიცნობ. ზოგი თავს გაწირავს და ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისი შვილი გაჭირვებიდან ამოიყვანოს. ზოგი ზომიერად შვება, იმდენს შვება, რომ თავს არ წირავს. იმდენს შვება, რომ ისიც იმასაც დაეხმაროს და თავისი თავიც არ დააზიანოს. ყველაზე ჯანსაღი ვარიანტი. სოფიაც იგივე შვება. თავს განწირვაზე მიდის, მაგრამ იცის რომ არ გაქრება ის, იცის რომ ბოლოს თავის შვილს გაანათებს. და როგორც დიდი ნათება ისე ამოიყვანს მე როცაზე. ლოგოსი რა თქმა უნდა ეხმარება იმაში, რომ ეხლა სიტყვა ლოგიკის გარეშე არ არსებობს რა. თუ სიტყვაში ლოგიკა არ ჩართე, ვერ იგებ რა. რამდენი გინდა იმდენი სიტყვა თქვი. აზრს ვერ გამოიტან. ამიტომ ლოგოსი მნიშვნელოვანია ორივე ერთად მოქმედებს, ლოგოსიც და სოფიაც. ხო, მე მგონი საკმარისად გავეცი პასუხი. ანა, შენი აზრი მაინტერესებს. დაგაკმაყოფილა თუ არა ამან შეიძლება კიდე სხვა კითხვები გაგიჩნდეთ, მომწერეთ კითხვები მეგობრებო. ამიტომ სინათლე ეგრე შემოდის კითხვების დასმით და პასუხის გაცემით. ხო, თუ არ დაისვა კითხვები, პასუხი რაც არ უნდა ვილაპარაკო, ვერაფერს ვერ გაიგებთ. კითხვა თუ არ გაჩნდა, ხო? ინტერესია კითხვა. ინტერესი თუ არ გაჩნდა რაღაცა საკითხის პორტალის გახსნის, აი ახლა ეს რაც გავხსენით, რაც ვილაპარაკი იყო პორტალის გახსნა ზოგიერთებისთვის. ზოგიერთები ამ პორტალს უკვე იცნობენ და ძალიან წინ არიან და უკვე რამდენი ხანია ამ პორტალში გასულები არიან რა. ცნობიერების გახსნა არის პორტალი. ხო და სოფიას ემოციის ჩადება უნდა და ალბათ სიამაყე მეტი მოუვიდა და ამ პარტავნებაში გადავიდა. სოფიამ ემოციის ჩადება უნდა და ალბათ სიამაყე მეტი მოუვიდა და ამ პარტავნებაში გადავიდა. არა, ვერ ვიტყვი რომ სოფია ამ პარტავნებაში გადავიდა. სოფია ამ პარტავნებაში არ გადავიდა, სოფია ეცირაში გადავიდა. სოფიას უნდა რომ ღმერთებს აჩვენოს, რომ თვითონაც არის ძლიერი, გესმის? და აი ამ სიძლიერის დამტკიცებაში ღმერთებმა მისცეს მას დრო, რომ კარგი აბა გვაჩვენე რა შეგიძლია, მიდი. ამ პარტავანი რო ყოფილიყო სოფია, ხო? მაშინ საერთოდ არ ჩამოვიდოდა თავის შვილთან და მოკლავდა იმ თავის შვილს. ამ პარტავნება ვერ გაძლევს იმხელა ძალას, რომ რაღაცაში სინათლე შეიტანო. ხო, უბრალოდ სოფიას თავისი ქმნილება იმხელა ძალად წაართვა, რომ აგერ ამდენი 1000 წელია უკვე ცდილობს, რომ შემოიტანოს სინათლე თავის ქმნილებაში რა. ძალიან დიდ ძალის ხმევად დაუჯდა, ძალის ხმევად. სოფიას ემოციის ჩადება უნდა და ალბათ. სოფია არა თამარ იალდაბაოთიო, მოიცა? სოფიას ემოციის ჩადება უნდა და იალდაბაოთში შენ ეს იგულისხმე? სოფიას ემოციის ჩადება უნდა და იალდაბაოთში შეიძლება იცი? რომ ემოცია ან დააკლო, ან კიდე ძალიან მეტი მოუვიდა. ხო, აი მან რა მოხდა, რატო ვერ შექმნა სოფიამ სრულყოფილი ქმნილება, ეგ არ ვიცი რა, სად როგორ დააკლო, მაგრამ რას ცდილობს, მაგას ვხედავ. ანუ რასაც ცდილობს, მაგას ვხედავ რა, რომ უნდა რომ სინათლე შეიტანოს. როგორც ჩანს სინათლე დააკლო რა. სიყვარული დააკლო მას, როგორც ჩანს. უნდა ამოათქმევინოს სიყვარული. აი თუ იცით თქვენ, ერთ-ერთი არკანი არის ქალი, რომელიც ლომს ენას აყოფინებს რა. აი ეგ არკანი არის ზუსტად ეგ რომ სოფია ასწავლის ლომს ლაპარაკს. ანუ აქაც მიჯნურობა, აი ვეფხის წყალსანშიც პარალელურად მივდივართ რა. აქაც ნახე რა, ავთანდილი ტირის და ჭკუაზე არ არის, ვერ გამოთქვას იმას, რაც უნდა გამოთქვას. და საბოლოო ჯამში გამოჩნდება ტარიელი და აგერ ტარიელი გადააწყვეტინებთ ამას, ამოაღებინებთ ენას რა. ხო, ანუ პარალელური თემების განხილვა მიდის, ანუ სივრცის გახსნა ხდება პარალელურ დონეზე როგორც ჩანს რა. ხო, კეთი ხო, მე მგონი ეგრეა. სიყვარული აქვს, მაგრამ ვერ გამოთქვას. იალდაბაოთს შეიძლება სიყვარული აქვს, მაგრამ არ აძლევს თავისუფლებას რომ გამოთქვას. ან ვერ გამოთქვას, არ იცის როგორ გამოთქვას. და სოფიამ უნდა ასწავლოს როგორ გამოთქვას სიყვარული. ტირილეც სოფიამ უნდა ასწავლოს. ანუ სავარაუდოდ სოფია არის სიყვარულიც, არა მხოლოდ სიბრძნე. ჩვენ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ შემოქმედის გარდა არსებობს ბევრი ღმერთი, მისი შექმნილი ანგელოზები ალბათ ღმერთებად გადააქციენ. კი, შენ მოქმედის გარდა არსებობს ღმერთები. ღმერთები არ არიან ისე ძლიერი, როგორც შემოქმედი. ღმერთებს აქვთ რაღაცა სახელები და მოცემულობები. ისინი იწოდებიან ელებად და ანებად. აი ტარი ელი, ჯუ ელი, სატან ჯუ ელი. ანზე მივიდეთ ახლა. ქ ანი,
კიდე რა არის ანზე სავ ანი ვ-ელი ანუ ველი თვითონ ხო არის ვ-ელი ვ-ღმერთია რა ესე რომ ვთქვათ ჩვენ ახლა საუბარი გვაქვს სიდონში ეს ელები და ანები ხო ალები და ელები ანები და ენებიც არიან ანები და ენები არიან ალები და ელები არიან ეს ალები და ელები ხომ არ არიან მდედრი და მამრები რა და ამას ვარკვევთ ჯერ ელი რომელია ელი მამრია თუ ალია მამრი რომელია მამრი ამას ვარკვევთ დუ ალი არის მდედრი თუ მამრი არის დუელიც დუელი და დუალი ეს ორივე არის მე მგონი ერთმანეთის წყვილი დუელი და დუალი ჩვენ იმ დასკვნამდე მივდივართ კი ხო მაგ დასკვნამდე მივდივართ და საბოლოო ჯამში არსებობენ ანები ენები ალები ელები ენები ახლა ჩვენი ქართული ასორგერების მიხედვით არის ერთ-ერთი ელი ქართული ენა არის ერთ-ერთი ელი ერთ-ერთი ღმერთია კარგით მეგობრებო დაგემშვიდობებით ახლა და გავაგზავნოთ საუბარი მე აი ამ დუალებთან და დუელებთან მიმართებაში და ჩვენ გავიგებთ ბევრ ამას ბევრ პორტალებსაც გავხსნით და ბევრ საკითხსაც გავიგებთ აბა გაკოცებთ